სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად გაზრდილი საფრთხე ახლო აღმოსავლეთში ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების და ამ ეტაპზე წარუმატებელი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ რეგიონში ახლა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ყველაზე მასშტაბური მობილიზაცია. ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან საკუთარ მოქალაქეებს უკვე მოუწოდეს, რომ საომარი მოქმედებების დაწყების საშიშროების გამო ირანი სასწრაფოდ დატოვონ. სრულმზადყოფნაში ამოყვანილი ამერიკის სტრატეგიული ბომბდამშენები. გავლენიანი მედია საშუალებების ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები ირანზე დარტყმებისთვის სრულმზადყოფნაში არიან და ეს შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს. თუმცა დონალდ ტრამპს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ირანის ბალისტიკური რაკეტების ბაზები, ბირთვული ობიექტები და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა. მედია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის პოტენციური ერთობლივი ოპერაციის სავარაუდო სამიზნეებსაც ასახელებს. ოფიციალური ვაშინგტონი ადასტურებს, რომ ომანისა და ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ბირთვული პროგრამა კვლავ უთანხმოების მთავარ თემად რჩება. ამერიკას თეირანის მიმართ სხვა მოთხოვნებიც აქვს. ვაშინგტონის გაფრთხილება და მთავარი კითხვა გადაწყვეტს, თუ არა ამერიკის პრეზიდენტი ირანზე იერიშების მიტანას. ომის გაზრდილ საფრთხეზე ლევან ახალაიას რეპორტაჟი. ამერიკელი სამხედროები 21 თებერვალს სრულმზადყოფნაში იქნებიან ირანზე იერიშისთვის. ამერიკული მედიის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპს უკვე მიაწოდეს. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია. მედია წერს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ახლა იმაზე ახლოს არის ახლო აღმოსავლეთში ომთან, ვიდრე ეს ამერიკელების უმეტესობას წარმოუდგენია. ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა თავად ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში, რომელშიც მოუწოდა დიდ ბრიტანეთს არ დათმოს ინდოეთის ოკეანეში მდებარე ჩაგოსის არქიპელაგი და კერძოდ კუნძული დიეგო გარსია, სადაც ბრიტანეთისა და ამერიკის ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს. ტრამპი ამბობს, რომ ამ ბაზის გამოყენება ირანთან პოტენციური დაპირისპირების დროს გახდება საჭირო. თუ ირანი გადაწყვეტს, რომ შეთანხმებას არ დადებს, კუნძული დიეგო გარსია შესაძლოა შეერთებულ შტატებს დასჭირდეს, რათა შეაჩეროს პოტენციური თავდასხმა უაღრესად და არასტაბილური და საშიში რეჟიმის მხრიდან. როგორც ამერიკული მედია საშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი პოტენციური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ სავარაუდოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ირანზე დარტყმების დაწყებისათვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კი მედია ხმელთაშუა ზღვაში რიგით მეორე ამერიკული ავიამზიდის ჯერალდ ფორდის შესვლას ასახელებს, რომელმაც ირანის საპასუხო იერიშების შემთხვევაში ისრაელი და რეგიონში განლაგებული ამერიკული ბაზები უნდა დაიცვას. მიუხედავად ამისა, თეთრ სახლში ამბობენ, რომ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს იმედი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე დიპლომატიური გადაწყვეტილებისა. პრეზიდენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო ირანთან ან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში. დიპლომატია ყოველთვის მისი პირველი არჩევანია და ირანი ძალიან გონივრულად მოიქცეოდა, თუ პრეზიდენტ ტრამპთან და ამ ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწევდა. პრეზიდენტი ბევრ ადამიანს ესაუბრება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს და ეს არის ის საკითხი, რასაც პრეზიდენტი აშკარად სერიოზულად ეკიდება. ის ყოველთვის ფიქრობს იმაზე, თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი სამხედროების, ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებში და ასე იღებს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი სახის სამხედრო ქმედებასთან დაკავშირებით. ისრაელის მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე უკვე განალაგეს პეტრიოტისა და ტაადის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. მათივე ცნობით, ირანის წინააღმდეგ მობილიზაციის ფარგლებში ამერიკის ძალები თურქმენეთ-ირანის საზღვარზე და ასევე სომხეთშიც გადაიყვანეს. ირანის სიახლოვეს რამდენჯერმე შენიშნეს ამერიკული სადაზვერვო თუ სხვა ტიპის თვითმფრინავებიც. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთეს ევროკავშირში. ევროკომისიაში თქვეს, რომ სამხედრო მოქმედებებს მძიმე შედეგები მოყვება რეგიონისთვის და აუცილებელია დიპლომატიას მიეცეს შანსი. ამასთან ერთად, ბრიუსელი მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ესკალაციისგან. ამავე დროს დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. დღესვე ირანის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც, მან მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ირანი. გთხოვთ, დაუყოვნებლივ ყველას, ვინც ირანში იმყოფება, დატოვოთ ეს ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაემგზავროთ ამ ქვეყანაში. არ მინდა ვინმე შეშინება მოვლენების შესაძლო განვითარებით, მაგრამ ყველამ ვიცით, რაზეც ვსაუბრობ. მწვავე კონფლიქტის შესაძლებლობა ძალიან რეალურია.
ევროკავშირს კვლავაც ჯერა რომ მდგრადი გამოსავალი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება იქნას მიღწეული. დროა ირანმა აჩვენოს, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების გადასაჭრელად. სამხედრო ესკალაციას თან მოჰყვება მძიმე შედეგები რეგიონის სტაბილურობისთვის. დიპლომატიას შანსი უნდა მიეცეს. ირანის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე დღეს ომანის ყურეში ირანისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნები გაიმართა. მოსკოვში ირანის გარშემო ესკალაციას უპრეცედენტოს უწოდებენ. თუმცა როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რუსეთს აქვს მშვიდობიანი გამოსავლის პოვნის იმედი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებისათვის ძალიან ცუდი შედეგები დადგება. ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ირანს აქვს ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნებისათვის განვითარების სრული უფლება. შედეგების სავალალოა. ირანზე უკვე განხორციელდა დარტყმები ატომური ენერგიის სააგენტოს კონტროლირებად ბირთვულ ობიექტებზე. რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ბირთვული ინციდენტის რეალური რისკი არსებობდა. ახლა ჩვენი ირანელი კოლეგების ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, სიტუაცია მეტნაკლებად ნორმალურია. თუმცა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებმა ირანელები აიძულა დაფიქრებულიყვნენ ბირთვული მასალების ფიზიკურ დაცვაზე, რომლებიც ვიმეორებ სააგენტოს კონტროლის ქვეშაა და მათზე შეხება არ შეიძლებოდა. ამერიკისა და ირანის მოლაპარაკებები თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 17-18 თებერვალს გაიმართა. მხარეებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. თუმცა როგორც მოგვიანებით თეთრ სახლში განმარტეს, ვაშინგტონისა და თეირანის პოზიციები დაახლოებისაგან ძალიან შორს არის. როგორც ცნობილია, ირანი მზად არის კომპრომისისთვის, თუმცა ბირთვული პროგრამის სრულად შეწყვეტას არ განიხილავს. სანაცვლოდ თეირანი მოითხოვს ეკონომიკური სანქციების სრულად გაუქმებას. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სურთ, რომ ირანთან შეთანხმება ასევე მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და თეირანის მხრიდან რეგიონში მოქმედი მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტის საკითხებსაც. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში დღეს განაცხადეს, რომ ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული პროგრამის გარშემო გამოსავლის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. თუმცა კრიზისის დასარეგულირებლად დრო ძალიან ცოტა რჩება.